ტანსაცმელი. მინდა ტაძარში წასვლა, მაგრამ არ შემიძლია. ტანსაცმელი არ მაქვს, ამბობს ერთი. ძველმანებით ხომ ვერ წავალ. ესე იგი რომ გქონდეს მოდური ლამაზი ტანსაცმელი წახვიდოდი. მაგრამ ამ შემთხვევაში შენ მიდიხარ არა ღვთის, არამედ ტანსაცმლის გულისთვის, რათა თავი მოიწონო. მაგრამ სად გაგიგონია ქრისტეს ახარებაში ამბობდეს, რომ ტაძარში წასასვლელად საჭიროა ლამაზი და მოდური ტანსაცმელი. იგი ტანსაცმელს კი არ უყურებს, არამედ შენი სულის განწყობას, შენს მზადყოფნას, რომ ილოცო და ემსახურო მას. რაც არ უნდა ძველი იყოს სამოსი, მან არ უნდა შეგიშალოს ხელი წასვლაში. გაღელვებს რა სიტყვის ხალხი. გაერკვიე რაზე ზრუნავ ტაძრის კარებთან, ადამიანურზე თუ ღვთაებრივზე. ნუ თუ ადამიანები ვერ გხედავენ ტაძრის გარეთ და არ იციან გაქვს თუ არა ახალი ტანსაცმელი. იმსჯელე ასე, საერთოდ რომ არ გქონდეს კარგი ტანსაცმელი, შეეგუებოდი ამას და სულ არ დაუგდებდი ყურს ხალხის ლაპარაკს. წადი ღმერთთან და ამისთვის მიიღებ ჯილდოს. ღვთისმსახურნი. ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში, იმიტომ რომ არ მოსწონს მღვდლები, მედავითნეები, მგალობლები და მრევლი. მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში? ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად? სხვები კარგები არიან თუ არა, ეს შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა, რათა ღვთისგან მიიღო შენდობა. ხოლო მღვდლეებს კარგები არიან ისინი თუ ცუდები ღმერთი განსჯის. და თუნდაც ცუდები იყვნენ, ღვთისმსახურები და საიდუმლოებების შემსრულებელნი არიან. მათ ღვთისგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხევის მოცემისა და ცოდვების მოტევებისა. თუ მეფე მიგიწვია სასახლეში დასაჯილდოებლად, არ წახვალ მხოლოდ იმის გამო, რომ სასახლის განკარგულებელი არ მოგწონს. ტაძარში მოდიხარ არა მღვდლისთვის და არა მედავითნისთვის, არამედ ქრისტესთვის. იმიტომ რომ მიიღო ის, რასაც ღმერთი მოგცემს მღვდლის მეშვეობით. ვარდი უჭირავს ის ბავშვის უმანკო ხელს, თუ მკვლელისას ერთნაირ სურნელს აფრქვევს. მადლი, რომელსაც შენ იღებ კეთილმსახურიან და უღირსი მღვდლისაგან, გადმოდის პირდაპირ ქრისტესგან. გლოვა. დავკარგე ყოველგვარი იმედი, ამბობს ზოგი. რა მინდა ეკლესიაში, როდესაც შვილიც მომიკვდა და ცოლიც, და ადამიანი თვეობით და წლობით არ დადის ეკლესიაში. აბა სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვს უარი თქვა თუ გეპატიჟებიან ქორწილში ან ზეიმზე, მაგრამ საუბარია ღვთის სახლში მისვლაზე. აქ კავშირს ამყარებ შენს გადამრჩენელთან, იღებ ნუგეშს. აქ სახარებიდან და ქადაგებებიდან გაიგებ, რომ შენი ახლობელი ადამიანი კი არ მოკვდა, ცოცხალია. ის იმ ქვეყნად უკეთეს სამყაროშია. ტაძარში შეგიძლია იზრუნო ახლობელზე, რომელიც უკვე გადავიდა მუდმივ ცხოვრებაში. იცი რამ ხელაშვებას მიიღებ თვითონ და რამ ხელა დახმარებას გაუწევ გარდაცვლილის სულ საღვთო ლიტურგიაში მოხსენიებით. როდესაც მღვდელი იტყვის, შენი შენთაგან შენ და შემწირველნი, თქვი უფალო აცხონე მისი სული. ამით ის დიდ შვებას იგრძნობს. ცხოვრებისეული ფაციფუცი. სადა მაქვს თავისუფალი დრო, წამოიძახებს დიასახლისი. სახლი დასალაგებელია, სადილე მოსამზადებელი. ჩინებულია, მუცლის გულისთვის უგულებელყოფ ეკლესიას. მაგრამ ვინ გაიძულებს მიატოვო საშინაო საქმეები? კარგ დიასახლის წინა საღამოს ყველაფერი მზად აქვს. ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია. ვისაც ესმის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა არა მარტო საშინაო საქმეებს აგვარებს, არამედ ბევრ სხვასაც. მამაკაცები ამბობენ, ვინ ამბობს, რომ ეკლესია ცუდია? მაგრამ ჩემი საქმე როდესღა გავაკეთო. აქ ისინი გულისხმობენ არც ისე აუცილებელ საქმეებს. კვირა დღისთვის მოიტოვებენ ხოლმე ყოველგვარ წვრილმანს, მიმოწერას, მაღაზიებში სიარულს, ნიშნავენ შეხვედრებს, საერთოდ ყველაფერს, რაც ვერ მოასწრეს მთელი კვირის განმავლობაში. ჩემო ძვირფასო, ნუ თუ არ გეყო მთელი კვირა, რათა მოგემთავრებინა ყოველდღიური საქმეები. დაიმახსოვრე, კვირას ნაშოვნი ფული ეს ცეცხლია, რომელიც დაწვავს დანარჩენსაც. რამდენიც გინდა იმუშავე, ღმერთი მაინც იმდეს მოგცემს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის. ამას გარდა კვირა დღე ღვთისა, იგი მას უნდა მიუძღვნა. ამ დღეს მთავარი საზრუნავია ეკლესიაში წასვლა, ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენა. და რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით. ხას ვუსვამ მთელი ოჯახით, რადგან თუ ბავშვები პატარაობიდანვე არ მიეჩვევიან ტაძარს, ისინი არ შევლენ იქ შემდეგაც. კვირას საჭიროა საკუთარ სულზე ზრუნვა. ნუ თუ ადამიანს სხეულის გარდა სულიც არ აქვს. ნუ თუ სული მეტი არ არის ხორცზე, ნუ თუ საჭირო არ არის დღეების უმეტესობა მოვახმაროთ სულს და მხოლოდ ერთი დღეს სხეულს.
მაგრამ ღმერთმა 6 დღე განგვისაზღვრა სხეულის საჭიროებისთვის და მხოლოდ 1 სულისათვის. ჩვენ კი ამ 1 დღესაც უგულებელ ყოფთ. ერთხელ მღვდლისგან მოვისმინე ასეთი მონათხრობი. მდიდარ კაცს გზაში გლახაკი შეხვდა. საბრალომ შესჩივლა მას თავისი გაჭირვება. მდიდარ შეეცოდა იგი და 7 ლირიდან, რომელიც ჰქონდა, 2 მისცა. ამის შემდეგ, როდესაც ღარიბმა მოუთხრო მას სხვა უბედურებებზე, მიიღო კიდევ 2 ლირა. წყაროსთან მისულებმა გადაწყვიტეს დანაყრებულიყვნენ. მდიდარმა უწილა და გლახაკს თავისი საჭმელი. მოისმინა რა შემდეგი ისტორია მისი ცხოვრებიდან, მისცა კიდევ 2 ლირა. ამდენად მოწყალე იყო იგი. 6 ლირის მიმღებმა კი მადლობის მაგიერ მოულოდნელად ამოიღო დანა და მოსთხოვა მე-7 ლირაც. ეს ხომ უმადურება? რისი ღირსია იგი? დაამთავრა თავისი მონათხრობი მღვდელმა. სიკვდილის წამოიცა ხეს მსმენელებმა. თქვენც იმსახურებთ ისეთივე მკაცრ სასჯელს, უთხრა მღვდელმა. თქვენ ხართ ის უმადური გლახაკი. ღმერთმა თქვენ მოგცათ 6 დღე და მხოლოდ 1 დაიტოვა თავისთვის. თქვენ კი ეს 1 დღეც მოსტაცეთ მას. და მართლაც ფაციფუჩი ბევრს ავიწყდება ეკლესია. კვირა დღეს ისინი ფუჭად ფლანგავენ დროს და ჩადიან ცოდვებს. დასჯის შიშით მუშაშრომობს მთელი კვირა, ხოლო კვირა დღეს ღრეობს და დროს ატარებს. ღმერთმა შეიძლება გაიმეოროს თქვენი შაბათების ზულს ჩემს სულს. უბედურებო, ის ვინც არ დადის ეკლესიაში, არ შეიძლება გაიგოს რა საუნჯეს იკლებს. წარმოვიდგინოთ, რომ კვირა დღეს ტაძარში ყოველ მომსვლელს მღვდლები ურიგებენ 100 ლირას. რა სიტყვით? დაიწყებდით მიზეზების ძებნას, რომ არ წასულიყავით. დარწმუნებული ვარ, არა. ეჭვიც არ მეპარება, რომ გამთენი ისას მიხვიდოდით მღვდლებზე ადრე. 1884 წელს ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა მეფე ნიკოლოზი. მას უნდოდა კვირადღით წვეოდა ერთ სახელოსნოს, რომელიც მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა. გაგზავნეს კაცი მმართველთან, რათა შეეტყობინებინათ მონარქის სურვილი. სამწუხაროდ მიუგო მმართველმა სახელოსნო კვირადილით არ მუშაობს. 2-3 საათით უნდა გააღოთ. ამით თქვენ დაიმსახურებთ მეფის კეთილგანწყობას. აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. მეფის კეთილგანწყობა ეს კარგია, მაგრამ მე თუნდაც ვუბრძანო მუშაობის დაწყება კვირადილით, ჩემს ბრძანებას მუშები არ შეასრულებენ, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ამ დროს ისინი ტაძარში იქნებიან, უპასუხა მმართველმა.